6 ივლისს გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ვაჟა ფშაველას მეტროსთან. მარიჯანის 4 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწის გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა. კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით პრობლემა წლებია რაც არსებობს, მათ მერიას არაერთხელ მიმართეს განცხადებით, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ მოყოლია. სახში ვიყავი, ფეხბურთს ვუყურებდი და აი უნდამ ხედავდი, მაგრამ ხო სასაცილოა ეხლა უსაფრთხოც როგორ უნდა თქვა, მაგრამ ზოგადად საფრთხეში ვცხოვრობთ რამთხან. Თლიანი ქვეყანა და ეხლა ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რა. ეს წლებია ესე არის ეს გუშინკი, ეს დიდი ხანია ესე არის. ეს კორპუსი რო დაანგრიეს, მაშინ დაიწყო ეს რა, მანამდე არ იყო ესე. საერთოდ ძალიან უპატრონობაა. ჯერ აშენებდნენ, მერე ანგრევდნენ საშინლად. ბოლოს დაანგრიეს, საშინელება ხდებოდა წლები, დაინგრა, მიატოვეს. აქ ეზოშიც და ის არის ნაპრალი. ვითომ გაამაგრეს, ზემოდან გადააკრეს ეს ასფალტი. დაიფარა, უბრალოდ თავს მოეფარა. ცოტა ხანში აი იქით, სადაც ჩაინგრა, გაჩნდა ეს ნაპრალი და ყოველ დღე ემატებოდა. მე პირადად შიშით ვუყურებდი ამ ამბავს და გუშინ წვიმა რო იყო თავსხმა, გადავიხედე, მესმის ლაწალუწი, რკინების საშინელი ხმაური და ვერ მივხვდი და რომ შევხედე ნიაღვარი ჩადიოდა ზუსტად ამ ნაპრალში. შემოვედი თუ არა ჩაინგრა საშინელი. აქ რამდენიმე თვის წინ შპს ცენტრ-პოინტი აშენებდა კორპუსს. მშენებლობას შეჩერდა, მის ნაცვლად კი შენობა შპს საბურთალომ გადაიბარა. ნგრევის პროცესიც იყო ძალიან დარღვევებით, მიმდინარეობდა მშრალი წესით დაშლა და აქ ცხოვრება იყო გაუსაძლისი. ყველა გადავიდა, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, დატოვა საცხოვრებელი. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის თანამშრომლები და ვაკის რაიონის გამგებელი. როგორც მათ ადგილობრივებს უთხრეს, პირველადი დათვალიერების შედეგად ამ ეტაპზე კორპუსის საფრთხის შემცველი არ არის. პირველადი შეფასებით გვაქვს ინფორმაცია, რომ არ არის საფრთხის შემცველი, აქ ცხოვრება თუ იქნებოდა საფრთხის შემცველი, მუნიციპალიტეტი მზად იყო, რომ უზრუნველყო აღნიშნული ოჯახების ხირით გაყვანა ან შესაბამის სასტუმროში გადაყვანა. კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლის ბესიკ დონოძის განცხადებით მოკვლევა უახლოეს საათებში დაიწყო, რადგან მდგომარეობა საგანგაშოა. პირველი რაც არის, ანუ მერიის თანამშრომლები, რომლებიც დღეს მოვიდნენ და მათ შორის იყო გამგებელიც, მერიის ლაბორატორიაც, ანუ ამომწურავი პასუხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვერ გასცეს დეტალურად, გამომდინარე იქიდან, რომ დეტალური არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. დღეს მოხდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება და ეს ვიზუალური დათვალიერება ამ ადამიანებმა ისედაც იციან, გუშინაც ნახეს. შესაბამისად, ეხლა მთავარი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უახლოეს საათებში დაიწყოს სამხარაულმა დეტალურ კომპლექსური შესწავლა კორპუსის მდგრადობის და მომიჯნავე კორპუსების მდგომარეობის, ანუ ზოგადად უნდა ამ დრომდე უცნობია, რა დასკვნას დადებს სამხარაულის ექსპერტიზა. მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი კითხვებზე, რომელსაც წლებია ელოდება.